ყოველი მე-11 ქალი მეუღლის მხრიდან ფიზიკური ძალადობის მსხვერპლია. ქალთა 35%-ის ქცევა ძალადობის გამოყენებით კონტროლდება პარტნიორის მხრიდან. ქმრის მიერ ცოლისცემას გარკვეულ შემთხვევებში დასაშვებად მიიჩნევს ქალთა 34%. 78% თვლის, რომ ოჯახში ძალადობა ოჯახური პრობლემაა და მისი გარეთ გატანა დაუშვებელია. ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ქალების 1/3 დუმილს არჩევს და არავის უზიარებს ამ პრობლემას. სამი თვე და 13 მოკლული ქალი. შემზარავი სტატისტიკა. ეს დღევანდელი ქართული რეალობაა. იმის განსაზღვრა თუ საიდან მოდის ოჯახური ძალადობა საკმაოდ რთულია. ეს ფენომენი თითქმის ყველა ერთსა და თაობას ახასიათებს. ოჯახური ძალადობა ეს გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის კონსტიტუციური უფლებების და თავისუფლების დარღვევას. ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ადამიანი შეიძლება მოძალადე გახდეს, შეიძლება იყოს გენეტიკურად დეტერმინირებული გარკვეული ფაქტორები. ესაა გარკვეული ქცევის და ტემპერამენტის თავისებურება, რომელიც მას მოჰყვება გენეტიკურად და გარემო აძლევს ბიძგს იმისაკენ, რომ ქცევა, აგრესიული ქცევა მან ჩამოაყალიბოს როგორც დამკვიდრების საშუალება. თვითონ ძალადობის ტიპების მიხედვით შეიძლება განარჩიოთ ფიზიკური აგრესია, ვერბალური აგრესია, ფსიქოლოგიური ზეწოლა, ფსიქოლოგიური ძალადობა და რა თქმა უნდა სექსუალური ძალადობა. რაც შეეხება თვითონ მსხვერპლის რეაბილიტაციას, ესეთი ერთმნიშვნელოვანი პროგრამები და ასეთი როგორ გითხრათ, ჩამოყალიბებული პროგრამები არ არსებობს, მაგრამ არსებობს კრიზისული ინტერვენციის სამსახური, რომელსაც შეუძლია მხარდაჭერა აღმოუჩინოს ამ პრობლემის მქონე ადამიანებს. მოძალადე ძალიან ხშირად საქართველოში დაუსჯელი რჩება. მათ მიმართ არ არის გამოყენებული სპეციალური აღზრდის, გადაზრდის, ფსიქოლოგიური მხარდაჭერის პროგრამები, ისე როგორც ეს ხდება ცივილიზებულ სამყაროში. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში სხვადასხვა ორგანიზაციები აქტიურად ატარებენ კვლევებსა და სხვადასხვა კამპანიებს ოჯახური ძალადობის შესამცირებლად. შემაშფოთებელია კვლევის შედეგები, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაციები აქვეყნებენ. განსაკუთრებით სავალალოა საზოგადოების დამოკიდებულება ოჯახური ძალადობის მიმართ. სტერეოტიპები და საზოგადოების დამოკიდებულება ოჯახური ძალადობის ერთგვარი მაპროვოცირებელია. ჩვენ პირველ რიგში შევისწავლეთ სტერეოტიპები. ჩავიხედეთ ადამიანები როგორ უყურებენ ოჯახს, როგორ უყურებენ ქალის როლს, კაცის როლს, როგორც ოჯახში, ისე პოლიტიკაში, ისე ეკონომიკაში, შემოსავლებთან მიმართებაში, საქმიანობის არჩევაში, პროფესიების განსაზღვრაში. და სამწუხაროდ დიდი ცვლილება წლების განმავლობაში არ გამოიკვეთა. აქ მინდა დავამატო ის, რომ ყველაზე საინტერესო იყო ამ კვლევის შედეგები ასაკობრივ ჭრილში. როგორც აღმოჩნდა, საქართველოს მოსახლეობაში ყველაზე ლიბერალური და ღია დამოკიდებულება გენდერული თანასწორობის მიმართ აქვთ 35-55 წლის ასაკის ადამიანებს. ძალიან კონსერვატორული დამოკიდებულება აქვთ 18-25 წლის ასაკის მოსახლეობას, რაც პერსპექტივაში დიდ სირთულეს წარმოადგენს. ჩვენი კვლევა სამ რეგიონზე გაიშალა: თბილისში, სამეგრელოსა და კახეთში. და მინდა გითხრათ, რომ ცვლილებები, განსხვავებები აქ არის. ბევრად უფრო ღია და შედარებით ლიბერალური არის კახეთი. ამ თავის დამოკიდებულებებში შემდეგ არის თბილისი და შემდეგ სამეგრელო. ანუ ამ სამი ჯგუფიდან, ამ სამი რეგიონიდან სამეგრელო ბევრად უფრო კონსერვატორია და ბევრად უფრო მიყვება ამ სტერეოტიპებს. გასული წლების მონაცემები გაცილებით საგანგაშო იყო, თუმცა ეს არის პრობლემა, რომელიც საჭიროებს დროს შესაბამისი პროცესების განსავითარებლად.
სამწუხაროდ ტენდენცია სავალალოა ზუსტად 2006 წლამდე რაც ხდებოდა, ანუ მოძალადე დედა პირობას ფიც ამას თავის ხელმოწერით ადასტურებდა, უმეტს აღარ იზავდა, აღარ გაიმეორებდა ასეთ ფაქტს. დღესაც ჩვენთან მომწვევი ქალბატონები აფიქსირებენ, რომ მიუხედავად იმისა, რომ სთხოვენ შემაკავებელი ორდერის გამოწერას, პოლიცია არ წერს შემაკავებელ ორდერს, არ იწყებს საქმეს სისხლის სამართლის კუთხით და მხოლოდ აი ამ ხელწერილით შემოიფარგლებენ. ეს არის ძალიან მძიმე სიტუაცია ამ ქალბატონებისთვის. ძალიან ცუდია, იმიტომ რომ დაუსჯელობის სინდრომი, რომელიც მოძალადეს ისედაც გააჩნია და თulis რომ მისი საკუთრება მის ოჯახში ყველა ყველაფერი სულიერიც და უსულოც, მაშინ როდესაც მხოლოდ ხელწერს აწერნებ ამ ადამიანს, უკვე წარმოუდგენელია მისი შეჩერება და ასე ვთქვათ, გარკვეულწილად ზემოქმედება, რომ მეორეჯერ არ გააკეთოს იგივე. თუმცა ჩვენ ვიცით, რომ ძალადობა თუ კი დაიწყება, მისი შეჩერება უბრალოდ წარმოუდგენელია, ეს არის ციკლური, ის მეორდება და გააჩნია სხვადასხვა დროს, სხვადასხვა სიმძლავრით და დამახინჯებული ფორმებით შეიძლება გამოვლინდეს ეს ყველაფერი. თავშესაფარში მცხოვრები ქალები ძალადობის სხვადასხვა მიზეზებზე საუბრობენ. ის რაც ყველას აერთიანებს, მსხვერპლის სტატუსია. საერთო ჯამში ისეთი დაძაბული ურთიერთობა ქონდა, რომ სახლიდანაც არ მიშვებდნენ. არც მამუშავებდნენ, არც საერთოდ არაფრის უფლებას არ მაძლევდნენ, რომ გამეკეთებია იმათი თანხმობის გარეშე. და თუ კი რაიმე წინააღმდეგობას გაუწევდი ხოლმე, ყოველთვის ისეთ ქმედებებს აკეთებდნენ ხოლმე, რომ ცდილობდნენ რაღაცა დავესაჯე. წამოსვლაზე მიფიქრე, უბრალოდ ჩემი წასასვლელი არ მქონდა არასდროს და დედა ჩემიც და მამიჩემიც არაფერ თანახმა, რომ ოჯახი დამენგრია. და ყოველთვის იმას იცოდნენ ხოლმე, რომ აი გათხოვილი ქალის სახელი შენ არ იცი რა არის და ჩვენ ურ შეგვარცხნათ ისავებში. ესე იგი, ყოველთვის მემუქრება იმაზე, რომ ოფიციალურად რომ გავეყარო, სიკვდილით მემუქრება ყოველთვის. რომ ესე იგი შენ არა გაქვს უფლება იცხოვრო ჩემს გარეშე. ხშირ შემთხვევაში, ვისაც ესმის მსგავსი ძალადობის ამბავი, ისევ და ისევ ქართული მენტალიტეტიდან გამომდინარე ფიქრობს, რომ ეს ოჯახის საქმეა. სწორედ ასეთი გულგრილობის გამოა დღეს საზოგადოება ამ მდგომარეობაში.